სალამეთა პოლეს სამზარეულოში უკვე დიდი ხანია რაც მე თითქმის პურს მაღაზიაში აღარ ვეკლო. არამედ ვაცხობ სახლში. ვაცხობ სხვადასხვა სახეობის პურს. ვიყენებ როგორც საფუარს, ნაყიდ საფუარს, ასევე სახლში მომზადებული საფუარდაც ვამზადებ პურს, რომელიც საოცრად გემრიელი გამოდის და იმ პურის რეცეპტი, რომელიც დღეს უნდა შემოგთავაზოთ, განსაკუთრებულად დიდი მოწონებით და დიდი სიყვარულით სარგებლობს ჩემს ოჯახში. მე წინა ვიდეოში აღნიშნე რომ ეს არის ლავაში, მაგრამ ლავაში არ არის ეს მეგობრებო, ეს არის თურქული პიდე, რომელიც არის ესე თხელი, მაგრამ ძალიან ფუმფულა პური. არის საოცრად გემრიელი, ახლა კი დავიწყოთ უმზადება და ვნახოთ თუ რა არის ამზადვის საჭირო. რეცეპტისთვის გჭირდება 400 მლ თბილი წყალი, 200 მლ თბილი რწე, 100 მლ ნეიტრალური გემოზეთი, 2 ჩაის კოვზი მარილი, გჭირდება ასევე საფუარი, ჩემთან არის დაპრესელი საფუარი, რომელიც იწონის დაახლოებით 42 გრამს. გჭირდება ასევე 1 სუფრის კოვზი შაქარი და იმ შემთხვევაში თუ არ გვაქვს დაპრესელი საფუარი, გამოიყენეთ მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი. ასევე გჭირდება 1 მთლიანი კვერცხი და დაახლოებით 800 გრამი ფქვილი. ცომი შეგიძლიათ მოზილოთ როგორც მიქსერში, კომბაინში, ასევე ძალიან მარტივად ხელითაც. მე ახლა ამას მოვამზადებ ხელით. იმისათვის რომ გქონდეს რაც შეიძლება ჰაეროვანი პური, გავაქტიუროთ პროდუქტში საფუარი. საფუარს გავაქტიურებ მე თხევად ინგრედიენტებში, როგორც არის თბილი წყალი და თბილი რწე. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა რომ თბილი რწის მაგივრად გამოიყენოთ მხოლოდ წყალი, ამ შემთხვევაში არ იქნება ისეთი ფუმფულა, მაგრამ ასეც რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი იქნება. თბილი წყალი, ასევე თბილი რწე მოვათავსოთ თაში. დავუმატოთ საფუარი. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. შაქარი უწყობს ხელს, რომ საფუარი კარგად გააქტიურდეს. დავუმატოთ ასევე რამოდენიმე კოვზი ფქვილი 800 გრამიდან. და მოვუვლით კარგად. გავაჭიროთ ახლა იქამდე, სანამ საფუარი არ გააქტიურდება, დაჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი. საფუარი კარგად გააქტიურდა. შეგვიძლია კიდე დავაცადოთ, მაგრამ მე მგონი რომ ეს უკვე საკმარისია. შემდეგ დავუმატოთ ზეთი. დავუმატოთ მარილი, 2 ჩაის კოვზი. ასევე დავუმატოთ კვერცხი. კვერცხს ახლა მე გავყოფ. ცილა მჭირდება ცომისთვის, ხოლო კვერცხის გული მჭირდება იმისათვის, რომ შემდეგ ზემოდან წაუსო და გქონდეს ოქროსფერი ზედაპირი. აურიოთ ინგრედიენტები კარგად ცომში. ამის შემდეგ ახლა დავუმატებ მე ფქვილს, გჭირდება დაახლოებით 800-820 გრამი ფქვილი, მაგრამ თავიდან უნდა დავუმატეთ ყველას, იმიტომ რომ ფქვილი არის ყველგან სხვადასხვანაირი. ჩემთან არის ცოტა განსხვავებული ფქვილი, მე მაქვს 12% ცილი შემადგენლობით, რომელიც შეიძლება რომ უფრო ნაკლები დამჭირდეს, ანუ თქვენთან შეიძლება რომ ფქვილი უფრო მეტი წავიდეს, ვიდრე ჩემთან. მე ხლა ხელით მოვწევ ცომს, არ გამოვიყენებ ხელთათმანებს, თავიდანვე, იმიტომ რომ ძალიან წებოვანია და თავიდანვე გეტყვით რომ მე ჩემი ოჯახის ეს ვამზადებ, ამიტომ ნუ გამიბრასდებით ამის გამო. ჩასაზელად სულ ცოტაზეც გამოვიყენებ. და ასევე სულ ცოტა წყალი. საბოლოოდ ძალიან უწყობს ხელს, რომ ცომი გახდეს რაც შეიძლება ფაფუგი. მე ხლა ამ ცომს გადავიტან სხვა თაში, რადგანაც არის საკმაოდ პატარა. და ცომი არის წებოვანი, როგორც უკვე აღნიშნე. გადავაფაროთ ახლა თავზე და გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი, რომ ამოფურდეს. მე გავაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე. ცომი ამოვიდა, ამოფუშფუშა ძალიან კარგად. ცოტა მეტიც მოვიდა, იმიტომ რომ არ მქონდა რომ გამიგრძელებინა ვიდეო. ბავშვი იყო სკოლაში, დამირეკეს რომ წასულიყო და მომეყვანა და სანამ მოვედი, ჩემი ცომი გაგიშდა ამასობაში. დაგჭირდება ახლა ფქვილი. გადმოვიტანოთ ჩვენი არაჩვეულებრივი ცომის ზეთი.
ცომს გავყოფ მე ორ ნაწილად. ცომის რაოდენობა არის დაახლოებით 1500 გრამიანი, კილონახევარი. შეგიძლიათ მომზადოთ 3 ცალი 500 გრამიანი პური, ან შეგიძლიათ მომზადოთ 2 ცალი და დაახლოებით 700 გრამიანი, ცოტა მეტი გამოვა. მე გადავწყვიტე რომ მხოლოდ 2 ცალი მოვამზადო, ამით, ამ პორციით. და იყოს თვითონ 700 გრამი. ესეთ გამოსაცხო ფორმას გამოვიყენებ მე, არის ალუმინის, არის საკმაოდ დიდი. და რა კი ალუმინი, იმიტომ მას ჩაუფინე ქაღალი რომ არ მიიკრას ზედ ახლა. ზედ მოვასხავ სულ ცოტა ზეთს. გადმოვიტანოთ ზედ ცომი. უნდა გადავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ან ნახევარი საათის განმავლობაში, როდესაც კარგად გაორმაგდება, იქნება უკვე მზად. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ცომი გადაჭდა კარგად, ასევე გაორმაგდა. კვერცხის გული, რომელიც მოვიტოვეთ, უნდა ჩაუშვათ შეგნით ცოტა რძიან მაწონი, ჩემ შემთხვევაში არის მაწონი, მე ხლა წაუსმებ ზემოდან ორივე გუნდას, შემდეგ მივცემ ფორმას და მივცემ უკვე სტრუქტურას. ეხლა როგორ ფორმას მიცემთ, ეს არის თქვენს დამოკიდებული. მე მივცემ ესე მრგვალ ფორმას. ჯერ გვერდებიდან ვიწყებთ. კარგად უნდა ჩაარჭოთ თითები შეგნით, რომ აი ეს ფორმა, რომელსაც აძლევს, ეს შეინარჩუნოს. ზემოდან ახლა მოვაყრი მე სესამის და შავი კლიავის მარცვლებს. თუ არ გაქვთ ახლა არც სესამი და არც შავი კლიავის მარცვლები, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა, შეგიძლიათ ისე. ჩვეულებრივად გამოვაცხოთ. ეხლა კი გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, დავდოთ შედარებით უფრო დაბლა, ნუ სულ დაბლა არა, შედარებით დაბლა და სანამ დავიწყებთ გამოცხობას, წყალი შევასხათ ცოტა ღუმელში, რომ აორთქილდეს და კარგად აფუმფულდეს. ვაცხობთ 220 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ნუ ყველა ღუმელი ინდივიდუალური და ესე ზუსტად ვერ გეტყვით. შემდეგი გავაკეთოთ სპეციალური ვარიანტი. მე აქ მოვამზადე ყველი. ეს არის მოცარელა და მარილიანი ყველი ერთმანეთში არეული. აი იმ ადგილებს, სადაც ჩვენ ახლა გავაკეთეთ ესე სტრუქტურები, სადაც მივეცეთ ხელით, ზუსტად იმ ადგილებში ჩავდებ ახლა მე ამ ყველს. გამოცხვა ჩვენი გემრიელობა. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ჯობდა რომ დაბლა დამედო გამოსაცხობი ფორმა, იმიტომ რომ ცოტა მიიკრა. ეხლა ვნახოთ როგორი გამოვიდა. როგორ მოგწონთ ჩვენი გემრიელი პური? აი საოცრება. ნახეთ როგორი წელება, როგორი ფუმფულა, როგორი ჰაეროვანია, სასწაულია. გემრიელი პური გამოცხვა. მე შედეგით მაყოფილი ვერ ძალიან. ნახეთ როგორი კარგივე გამოვიდა. ეს პური ყველით გააქრეს, თითქმის გააქრეს. უთხარი რომ ცოტა მაინც დატოვეთ, რომ ვიდეოში კადრი მქონდეს მეთქი. და ეს ნახეთ რა მხელაა. როგორ აკეთოთ, როგორი პურია?
არის საკმაოდ ფაფუგი პური. არ არის ეს ახლა პურები რო არის, ესეთი არ არის ნამდვილად. ეს იყო მხოლოდ 2 პორცია, როგორც გადაინახეთ, ანუ 2 დიდი პური გამოვიდოდა და 3 ცალი დაახლოებით 500 გრამიანი საშუალო ზომის. მე კიდევ მოვამზადე 1 პორცია და ანუ გამომივიდა სულ 4. აქეთ კიდევ 1 არის, ეს ყველიანი როგორც გახსოვს და ეს 2, მოკლედ არის ფიქრობთ რომ ახლა 4 პური გამოდის და ახლა პურები ამ პორციიდან არა. მოკლედ დავჭრათ ახლა და ნახოთ როგორია. გემოზე რა თქმა უნდა ვიცი როგორიც არის, იმიტომ რომ 100 ჯერ და 10000 ჯერ მაქვს ეს უკვე მომზადებული. როგორ მოგიწონათ ჩვენი პური რამხელა ნასურათები აქვს. აღარ მინდა გასინჯვა. განა იმიტომ რომ გიბრუნებული უბრალოდ აღარ მინდა გასინჯვა. იმიტომ რომ უკვე გასინჯული მაქვს. არ დამაძალოთ რა. თქვენი ხათრით შევჭამ ახლა. არა და ვიცი როგორი გემოსიც არის, მაგრამ ხომ უნდა გადმოგცეთ, ხომ უნდა გითხრათ. ხელიც მივიწვი და საერთოდ სულ დამწვარი მაქვს ყველაფერი. სად უნდა შევამხედოთ რომ ხელი არ მქონდეს დამწვარი. არა და ვითომ ფრთხილად ვარ, მაგრამ არა. როგორია, ძალიან რბილია. შიგნიდან ფაფუგი, გარედან ფაფუგი. გემო აქვს არაჩვეულებრივი. ყველაფერი არის თავის ადგილას აბსოლუტურად. აი ყველი, აი პური იქნებოდა ახლა არაჩვეულებრივი, სხვათა შორის ცეცხლში ამოყვანილი ყველი მაქვს მე. ხშირად ამომყავს ხოლმე ყიდულობ ჩემი რძეს. მოკლედ, არ არის რთული, არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტები, არის ძალიან გემრიელი. მეორე დღესაც რჩება ისეთივე გემრიელი და არ მაგრდება და აი როგორ გითხრათ, აი გახრიგინებული რა მომხდით. ნამდვილად არ არის ესეთი. გირჩევთ რომ მოამზადოთ. გამიზიაროთ თქვენი შეხედულება. აი ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ამას შემდეგ შევჭამ. თუ მოგეწონა დალაიქე და გამოიწერე არხი რომ არ გამოდავთ ახალი ვიდეო რეცეპტი დროებით და მითხარით როგორ მოგეწონა ჩვენი რეცეპტი დღეს.